ორ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმის ლუვრის ძარცვას. მომხმარებლები აქვეყნებდნენ თავიანთ მოსაზრებას თუ ვინ იყო დამნაშავე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დააკავეს 4 ეჭმიტანილი, 3 მამაკაცი და 1 ქალი. როგორც პროკურორმა განაცხადა, ისინი ცხოვრობდნენ პარიზის გარეუბანში და არიან წვრილმანი ძარცველები და არ წარმოადგენენ დიდ ორგანიზაციულ დაჯგუფებას. ასეთი კომენტარი გააკეთა პროკურორმა, თუმცა სანამ დაიჭერდნენ ეჭმიტანილებს, უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში 2 მამაკაცის ფოტო, რომელზეც მომხმარებლები წერდნენ, რომ სწორედ ისინი არიან ეჭმიტანილები. მაგალითად, Facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იუმორისტულად, სადაც თითქოს ამბობდა, რომ ასეთი გარეგნობის მძარცველებს თავადვე გადასცემდნენ ძვირფას სამკაულებს, თუმცა ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს ფოტოები სერიოზულად გაავრცელა და ამიტომაც მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს 2 მამაკაცი არის სწორედაც რომ ეჭმიტანილი, თუმცა მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ლუვრთან. ამასთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმებელმა იმუშავა არაერთმა მათი თქმით, ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც არის გამონაჩვენები ამ გვერდზე, ამ Facebook პოსტში, რომელიც გამოქვეყნდა 2010 წლიდან მოყოლებული ცირკულირებს მისი ფოტო ინტერნეტში და arrest.org-ის ინფორმაციით, ეს არის მამაკაცი, რომელიც ფლორიდაში დააკავეს, ხოლო მეორე ფოტოზე 2010 წელს გადაღებული ფოტო ჩანს, რომელზეც ჩანს მსახიობი ჩეის კრაუფორდი. არც ერთ მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს ლუვრთან, თუმცა მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Facebook-ზე და ასევე TikTok-ზე აქტიურად გავრცელდა მათი ფოტოები და იუმორისტული კონტექსტის გარდა ზოგიერთი მომხმარებელი ამ ინფორმაციას სერიოზულად ავრცელებს, რაც როგორც ხედავთ, ეს ინფორმაცია მონიშნული არის როგორც სატირა. გამოგონილი ამბები ამით არ დასრულებულა. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული დიდი ინტერესით ავრცელებდნენ ფოტოს, რომელზეც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი. ეს ფოტო გადაღებული არის ლუვრის ძარცვის დღეს, როდესაც ადგილზე მივიდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ფოტო გადაიღო Associated Press-ის ფოტოგრაფმა. შემდგომ კი სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს ახალგაზრდა, რომელიც ჩანს ფოტოზე, არის გამომძიებელი ლუვრის ძარცვის საქმის. ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ეს ადამიანი, ეს ახალგაზრდა სერიოზულად არის დანიშნული გამომძიებლად ლუვრის ძარცვის და დაახლოებით 5 მილიონამდე გამოხმაურება ნახვა აქვს ამ პოსტს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ხუმრობა, ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ეს ახალგაზრდა, რომელსაც ელეგანტურად აცვია, მიიჩნია, რომ არის ნამდვილად დეტექტივი, რადგან როგორც თვითონ წერდნენ, ახალგაზრდა, რომელსაც ვხედავთ ფოტოზე, შეესაბამება მათ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ფრანგი გამომძიებელი. ამასთან დაკავშირებით უკვე ასევე ფაქტები გადამოწმდა Associated Press-ის ფოტოგრაფმაც კი გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი უბრალო გამვლელი, რომელიც ლუვრთან იმყოფებოდა უფრო სწორედ პოლიციელებთან ერთად და არც უფიქრია, რომ ამ ახალგაზრდას შესაძლოა ჰქონდეს რაიმე კავშირი გამოძიებასთან. მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო Reuters-იც დაუკავშირდა ამ ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ არ სურს გაასაჯაროოს საკუთარი სახელი, თუმცა გაუგზავნა Reuters Instagram-ი, სადაც როგორც ხედავთ, მას არაერთი ასეთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც მსგავს სტილში აცვია და შემდგომ ასევე Instagram-ზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ბრჭყალებში უწერია, რომ არის დეტექტივი და ამასთან დაკავშირებით მისივე თქმით, ის არის არასრულწლოვანი, იმყოფებოდა უბრალოდ ადგილზე და მასაც არანაირი კავშირი არ აქვს ლუვრის ძარცვის გამოძიებასთან.